საკუთარი არჩევანი დღის პირველ ნახევარში გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა. რა განცხადებები გააკეთდნენ, ნახეთ მარი ბოლქვაძის რეპორტაჟში. თავისი ნების დასაფიქსირებლად რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად ფეხით მივიდა. არჩილ ხაბაძემ ხმა ამჯერად ახალ მისამართზე ბონის დასახლების ნაცვლად ქალაქის ცენტრში ნომერ მე-10 საარჩევნო უბანზე მისცა. რეგიონის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ არჩევანი დემოკრატიისა და მოსახლეობის კეთილდღეობის სასარგებლოდ გააკეთა. ხაბაძე აცხადებს, რომ 50%-იანი ბარიერი მომავალი მერისთვის ამომრჩევლის ნდობის მტკიცე მანდატი გახდება და მისი მფლობელი პირველივე ტურში გამოვლინდება. და გავაკეთე არჩევანი მომავლისკენ, ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის, მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის და ზოგადად რეგიონის განვითარებისთვის. მინდა გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ტურში მერი არჩეული იქნება და არავითარი მეორე ტური არ იქნება. განმეორებითი ტურის ჩატარებაში ტრაგედიას ვერ ხედავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მეორე ტურის აუცილებლობა გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების დასტური იქნება. ჩვენ გვაქვს მტკიცენება, რომ ეს არჩევნები, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის, ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ ამისათვის ყველა წინასწარი პირობა დაცული გქონდა და დღესაც ვართ მაქსიმალურად მობილიზებული, რომ დღევანდელი არჩევნები ეს დღე ძალიან წარმატებული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. პარლამენტის თავმჯდომარე კი მრავალპარტიულ საკრებულოებს პროგნოზირებს. დავით უსუფაშვილი ხაზს უსვამს, რომ თვითმმართველობების მოსახლეობის უმრავლესობის ნებით არჩეული მერები და გამგებლები ეყოლებათ. საადვართ თავისუფალი დემოკრატიული სამართლიანი არჩევნებისთვის და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი წინ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი სოფლების, ქალაქების, რაიონების, რეგიონების საკეთილდღეოდ. პირველი ტური იქნება თუ მეორე ტური, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია და არა ჩვენი სასპეკულაციო. ასე რომ ცოტა ხანში ყველაფერი გაირკვევა. იმისთვის, რომ პოლიტიკოსები გემსახურონ, თქვენ ისინი უნდა აირჩიოთ. ვინ აირჩია ქვეყნის პირველმა პირმა, უცნობია, თუმცა გიორგი მარგველაშვილი პირველი ამომრჩეველი იყო მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე, ვინც საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევანი დემოკრატიის განვითარებაზე გააკეთა და ამომრჩეველს აქტიურობისა და თავისი ნების გამოხატვისკენ მოუწოდა. მე მინდა საქართველოს მოსახლეობას მიულოცო დღევანდელი დღე, უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული არჩევანის ჩამოყალიბებაში. მე მინდა გითხრათ ყველას, რომ იმისთვის რომ პოლიტიკოსები გემსახურონ, თქვენ ისინი უნდა აირჩიოთ. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ აქტივობისკენ და ამავე დროს მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ დღევანდელი დღე იყოს დემოკრატიის არჩევანი და დემოკრატიის გამარჯვება პირველ რიგში და შემდეგ მათი გამარჯვება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოსახლეობას თავისუფალი არჩევანის საშუალება მიეცა. ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა. ავთანდილ ბერიძე 197 იყო, ვინც 38 საარჩევნო უბანზე საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად მივიდა. რეგიონის პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ ხმა სახელმწიფოს გამარჯვებას მისცა. ჩემი მოლოდინი არჩევნებისაგან საქართველოს გამარჯვება, აჭარის გამარჯვება, ბათუმის გამარჯვება, ვფიქრობ, რომ გამარჯვებული ამოვალთ. ჩვენი მმართველობის პერიოდში პირველად ეძლევათ ადამიანებს საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატონ თავისი ნება, არანაირი ძალადობა, არანაირი მიდიხარ ადამიანი ყუთთან და ჩვენ თვითონ წყვეთ. ვის შემოხაზა. საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად 51 საარჩევნო უბანზე ერთდროულად საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის და მომავალი საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის რანგში მივიდა ირაკლი ჩავლეიშვილი. ქართული ოცნების პარტიული სიის მეორე ნომერი და ძველი ბათუმის მაჟორიტარი დარწმუნებულია, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერას მე-4-დაც მოიპოვებს. ბათუმში ყველა პროექტი, რაც არის დაწყებული, გაგრძელდება, კიდევ ახალ დიდ პროექტებს დავიწყებთ და სულ მალე მივუახლოვდებით ევროკავშირის გზას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. უნდა გითხრათ, რომ 91 წელს ძალიან დიდი კონკურენცია იყო, როდესაც მე აჭარის უმაღლეს საბჭოში ვიყრიდი კენჭს და ეს უბანი ძველი ბათუმი მოგებული მაქვს. ვფიქრობ, რომ დაახლოებით 25 წლის შემდეგ დადგა დრო, რომ გავიმეორო ეს შედეგი და ძალიან იმედიანად უყურებ მომავალს. პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები ამომრჩეველთა ის ნაწილი იყო, რომლებიც დღევანდელ არჩევნებზე აშკარა აქტიურობით გამოირჩეოდნენ. მათმა ძირითადმა ნაწილმა არჩევანი დღის პირველ ნახევარში გააკეთა.